ჩვენ სანამ ქრისტეს შევიმეცნებდით თუ შევიმეცნებთ და თუ არ შეგვიმეცნებია და უბრალოდ რელიგიურად ვართ აქ, სანამ ქრისტეს შევიმეცნებთ, ეს თვისებები უნდა გქონდეს, ვიყოთ მარადისობაზე ორიენტირებულნი, ანუ აქ მოვდივართ არა იმიტომ რომ აქაური პრობლემები მოვიგვაროთ. მოსეს მოგვარებულიც ქონა და იმის იქეთაც. მან ეს ყველაფერი უარყო. წმინდა გიორგის მოგვარებული ქონა და იმის იქეთაც. წმინდა იონე ოქროპირი კონსტანტინოპოლის იმპერიის დედაქალაქის პატრიარქი იყო, მოგვარებული ქონდა ამ ქვეყნიური პრობლემები და იმის იქეთაც და ყველამ ყველაფერი უარყო ქრისტესთვის, გესმით? ყველამ ყველაფერი უარყო ქრისტესთვის. და ჩვენ ხშირად აქ მოვდივართ, იმიტომ რომ ამ ქვეყნიური პრობლემები მოვიგვაროთ. ის რაც უნდა უარყო, იმის მოსაგვარებლად მოვდივართ. და უარყო არა პრინციპულად, ეხლა პატრიარქობა ხო არ უარყო, მაგრამ როცა არჩევანის წინაშე დადგა, ისთვის ქრისტე იყო ყველაფერი და ასე იყო მოსეს შემთხვევაშიც და წმინდა გიორგის შემთხვევაშიც და ასე შემდეგ. და ასეთები არიან და თვისებებში კიდე რა არის და ჩამოთვლის პავლე მოციქული, როგორები არიან ასეთი ადამიანები. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი ბორკილები და დილეგი, იყვნენ ჩაქოლინი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირული, ცხესა თუ თხის წყავებით მოარული, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვიხილულნი, უდაბნოებსა თუ კლდეღრეში მოხეტიალენი, ღვიმებსა და ნაპრალებს შეფარებულნი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი ქვეყანა, ამ შემთხვევაში ქვეყანა მთელი სამყარო, მთელი კაცობრიობა ამ ადამიანების ღირსი არ არის, ესენი არიან ის დრიტა, რის გამოც ღმერთმა სამყარო შექმნა.